აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატა მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამას იწყებს. კერძოდ, პირველი პალატა მეწარმეებს დაუფინანსებს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას და მეორე, პალატა მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც ახორციელებენ პროდუქციის წარმოებას ან გადამუშავებას, დაუფინანსებს ჰასპის საერთაშორისო სისტემის დანერგვის საფასურს. დღეს ვისაუბრებთ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის თანადაფინანსების პროგრამაზე, რომლის პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, მათ შორის საწარმოში ან ორგანიზაციაში 50% და მეტი წილის მფლობელი მეწარმე სუბიექტი. ამასთანავე ის უნდა იყოს აწარმოეს საქართველოში ან სოფლის განვითარების სააგენტოს მიმდინარე პროგრამის გამარჯვებული. შერჩევა მოხდება რიგითობის მიხედვით, პროგრამისათვის გამოყოფილი თანხის სრულ ამოწურვამდე. ბენეფიციარს პალატა დაუფინანსებს საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისათვის მგზავრობის, განთავსების ხარჯებს, სტენდის თანადაფინანსების ხარჯებს ასეთის არსებობის შემთხვევაში. ბენეფიციარი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციის ფორმებში ავსებს ფორმა ნომერ 1-ს პალატის ელექტრონულ პოსტაზე. ან აბარებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატას მატერიალური ფორმით შემდეგ მისამართზე. ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 16, სართული 3. დაფინანსება განხორციელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად 2025 წელს პალატისთვის გამოყოფილი სახსრების ნაწილიდან მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. დაფინანსება თითოეულ მეწარმე სუბიექტზე არ უნდა აღემატებოდეს 5,000 ლარს, რა დროსაც ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს აწარმოეს საქართველოში ან სოფლის განვითარების სააგენტოს მიმდინარე პროგრამის გამარჯვებულის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია საქართველოში კერძო სექტორის განვითარებისათვის, რა დროსაც გამოფენის მონაწილეებს ეძლევათ საშუალება დაამყარონ ბიზნესისათვის საჭირო კონტაქტები, შეიძინონ ახალი გამოცდილება და მოახდინონ საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია. დაინტერესების შემთხვევაში დეტალებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ვებგვერდზე ან აფხაზეთის მთავრობის ცხელ ხაზზე ნომერზე 153 გაეცანით.